ვის განმავლობაში ხა რამდენ ბავშვს რამდენი ჭირდება ამას თავის პენსია მთელი დაჭირდება მარტო პამპერსში და მედიკამენტებში. ის რაც აქვს მიდის მედიკამენტებში და პამპერსში და ალბათ იქაც დანარჩენი საკვები და კომუნალური ეს ხო ზედმეტია რაღაც ძალიან გვიჭირს ხოლმე როცა კაი იმდებია გარეთ გავდივართ რომ ეკონომია გავაკეთოთ ცოტა გათბობის რომ გავაცნობ ბავშვი და რაღაცნაირად კომპრომისი უნდა ვიგრძელოთ. მოვწერე რა თქმა უნდა მაგრამ პასუხი არ გაქვს მიღებული. სოციალური და დევნილობა 45 ლარია, მაგრამ 3 წელს როცა მომიხსნეს მომიდა 99 კულა. მიზეზი ჩემთვის ახლა სიტყვით არაფერი ისეთი არ ვუწია თბილისმა ასეთი საბუთები თქვენ რას მოგიხსნეს და თბილისმა მოხსნა. და ჩვენ არ ვიცით იქ კომპიუტერი პროგრამა ითვლისო და მაგიტომ მოგიხსნაო. და თბილისიდან კიდე ესეთი პასუხი იყო რომ ბორჯომი და რასაც გვიზამიან მომაცემებს იმის მიხედვით გაზრდობთ და შუაში გავებით ჩვენ და აღარ გავიდე რა ხდება და რატო ხდება ასე. სოციალურის ბოლოს გავასაჭირე 69-მდე დამიწიეს და მე აღარ მიმართავს ალბათ წელიწადი უნდა გავიდეს თუ რაღაც დრო უნდა გავიდეს რომ კიდე მიმართო რა ვიცი კანონი მე არ ვიცი რა გავაკეთო. უკვე მეც დავიღალე ამდენ მიმართო და მაინც რაღაცა იმედი აღარ აქვს და ისეთებს უხსნიან ვისაც მართლა ჭირდება ვეღარ გებულობ უკვე მიმართო არ მიმართო ალბათ მანქანა უნდა ვიყიდო რომ მომცენ სოციალური დახმარება მოუხსნეს იმ ოჯახს რომელიც უკიდურესად საჭიროებს იმ 60 ლარსაც კი რომელსაც სახელმწიფო აძლევდა ყოველთვიურად და ეს დახმარება ეს 60 ლარიც წაართვეს და ამ ყველაფრის პარალელურად ვხედავთ გაშმაგებულ ბრძოლას ადგილობრივი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან საკუთარი ხელფასების ზრდისთვის. გწვენოდეთ ქართული ოცნების მთლიანი პოლიტიკური ხელმძღვანელობაში და განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებას და ბატონ სუბარს მიმართავ. დევნილთა დასახლებაში ვართ ეხლა ჩვენ აქ. ადამიანი 2 წლის განმავლობაში ითხოვს საკუთარი შემწეობის აღდგენას, არა დაანიშნოს, არამედ აღდგენას იმისა, რაც ჰქონდა. იქნებ დაინტერესდეთ.